არსებობს საიდუმლო, რომელიც არ გაიხსნას. არ არსებობს დაფარული, რომელიც არ გაცხადდეს. გადაცემა X კოდი რადიო იმედის ეთერში. მიშა მიმინოშვილთან ერთად. მე-12 საუკუნის დასაწყისში ევროპული ქვეყნების უმრავლესობა მწვავე ეკონომიკურ კრიზისს განიცდიდა. არ არსებობდა საკმარისი რაოდენობის სახსრები, რომელიც ქალაქების ფორპოსტების მშენებლობასა და ციხე-კოშკების გამაგრებას მოხმარდებოდა. მაგრამ საგულისხმოა, რომ სწორედ ამ პერიოდში დაიწყო და დასრულდა უზარმაზარი გოტიკური ტაძრების მშენებლობა ინგლისის, საფრანგეთის, გერმანიის, ესპანეთისა და პორტუგალიის ტერიტორიაზე. იბადება ლოგიკური შეკითხვა: ვინ აფინანსებდა ასეთ გრანდიოზულ მშენებლობას? ისტორიკოსები ვარაუდობენ, რომ ერთადერთი ორგანიზაცია, რომელსაც შეეძლო ასეთი მასშტაბის ფინანსური ოპერაციების განხორციელება, იყო იდუმალებით მოცული ტამპლიერთა ორდენი. ისინი ფლობდნენ საკუთარ ფლოტს და ბეჭდავდნენ საკუთარ ვერცხლის მონეტებს. და ეს მაშინ, როდესაც ევროპაში ამ ძვირფასი ლითონის მოპოვება ფაქტიურად არ ხორციელდებოდა. საიდან ჰქონდათ ტამპლიერებს ვერცხლის ასეთი მარაგი, რომელი მადნიდან ეზიდებოდნენ ისინი ამ რაოდენობის მეტალს? საფრანგეთის ეროვნულ არქივში ინახება ორდენის დიდი მაგისტრის ბეჭედი. მასზე დატანებულია იდუმალი წარწერა: ორდენის საიდუმლო. გარდა ამისა, მედალიონზე გამოსახულია არანაკლებ იდუმალებით მოცული ადამიანის ფიგურა, რომელსაც თავზე ფრინველების ფრთებისგან შეკრული თავსაბურავი ახურავს, ხოლო ხელში მშვილდი აქვს მომარჯვებული. მეცნიერები ერთხმად ადასტურებენ, რომ ის გარეგნულად ძალიან მოგვაგონებს ამერიკელ ინდიელს. წარმოუდგენელია, რომ კოლუმბის მიერ ამერიკის აღმოჩენამდე გაცილებით ადრე, მე-12 საუკუნეში, ტამპლიერებს უკვე ჰქონდათ ინფორმაცია ამ კონტინენტის არსებობის შესახებ. კიდევ ერთი ამოხსნელი ფაქტი ორდენის ისტორიიდან. 1307 წლის ოქტომბერში საფრანგეთის მეფის ფილიპ მშვენიერის ბრძანებით ორდენის ყველა უმაღლესი მაგისტრი დააპატიმრეს. ტამპლიერების ქონება კი მიისაკუთრეს. თუმცა მონარქმა მაინც ვერ შეძლო ორდენის სიმდიდრის ხელში ჩაგდება. მისმა აგენტებმა განძის მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილი აღმოაჩინეს. ულევის სიმდიდრის ძირითადი მასა, ისევე როგორც ორდენის ძმათა უმრავლესობა, უგზო უკლოდ გაუჩინარდა. არსებობს თვითმხილველთა წერილობითი ჩვენება, რომლის თანახმად ტამპლიერების მასობრივ დაპატიმრებამდე ერთი დღით ადრე ლარუშელის პორტიდან გაურკვეველი მიმართულებით გაცურა ორდენის რამდენიმე ხომალდმა. მას შემდეგ ისინი არავის უნახავთ. დღემდე არ მოიძებნა თუნდაც მცირედი მინიშნება ტამპლიერთა საგანძურის სავარაუდო ადგილმდებარეობის შესახებ. ტაძრის რაინდები გაუჩინარდნენ და დაგვიტოვეს მხოლოდ მათი მაგისტრის ყევლანარევი წინასწარმეტყველება, რომელთა უმრავლესობა სამწუხაროდ ასრულდა. ტამპლიერთა ორდენის საგანძურის საიდუმლო დღემდე ამოუხსნელია. ამოუცნობი, ამოუხსნელი, დამალული, შენიღბული. X კოდი რადიო იმედის ეთერში.